სულ 13 ვიტამინი გვაქვს და დღეს მარტივად გეტყვით რომელი ვიტამინი რას აკეთებს და რომლის დეფიციტის დროს რა სიმპტომები ვითარდება. როგორ მივხვდეთ რომ ამ ვიტამინის დეფიციტი გვაქვს. ვიტამინს რატო ქვია ვიტამინი საერთოდ? ლათინურიდან მოდის vital ან vita გაგიგეთ რომ სიცოცხლეს ნიშნავს და ამინია, ანუ ამინის ჯგუფია, ანუ აზოტი რო შედის ეგეთია რა, აზოტი და წყალბადია ერთმანეთთან დაკავშირებული და თავიდან რომ ნახეს რომ რაღაცა იყო მოლეკულა, რომელშიც შედიოდა ეს აზოტი რა და ამიტომ დაარქვეს რომ სასიცოცხლო აზოტიანი რაღაცაო რა. და შერჩა მე ეგ სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვიტამინი ამ აზოტის ჯგუფს არ შეიცავს თავის მოლეკულაში. ვიტამინი რა არის? მოლეკულა, ორგანული მოლეკულა, ანუ ნაერთია სხვა კომპონენტების ცოტა დიდი. ორი სახის ვიტამინები გვაქვს სულ. წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი. რატო ამ მნიშვნელოვანი? ცხიმში ხსნადი ვიტამინები რომელიცაა ის უნდა მივიღოთ ცხიმთან ერთად, ცხიმიან საკვებთან ერთად, თორე არ შეიწოვება. აი ეგ არის მთავარი რატომაც გვჭირდება რომ ვიცოთ რომელია ცხიმში ხსნადი და რომელია წყალში ხსნადი. წყალში ხსნადი რომელიც აი პირდაპირ შეგიძლია მიიღო, არ ჩვეულებრივად შეიწოვება უმარტივესად. ცხიმში ხსნადი რომელიცაა ის ორგანიზმში დიდხანს ჩერდება, იმიტომ რომ ჩვენს ცხიმში ცხიმები რო გვაქვს ქონები, აი ამ ქონებში ჩაჯდება და ინახება როგორც მარაგი. და წყალში ხსნადი რომელიც ის თავისუფლად დადის სისხლში როგორც წესი, რაღაც რაოდენობა შეიძლება ღვიძლში იყოს ან სადმე, მაგრამ უმეტესად დადის თავისით სისხლში, თავისუფლად, თუ ზედმეტია თირკმელი გაფილტრავს, ამიტომ დიდი პრობლემა არ არის. მაგრამ ანუ ჭარბი რაოდენობა უმეტესად პრობლემა არაა წყალში ხსნად ვიტამინს თუ მიიღებს ადამიანი, იმიტომ რომ თირკმელი გაფილტრავს, წყალში ხსნად ვიტამინს მუდმივად ხშირ-ხშირი მიღება ჭირდება. მაშინ როცა ცხიმში ხსნადი ვიტამინი დიდხანს ხო ჩერდება ორგანიზმში, შესაბამისად რეზერვი დიდხანს აქვს ორგანიზმს და თუ ბევრს მიიღებ კი ტოქსიურობა განვითარდება, იმიტომ რომ ორგანიზმი ინახავს და ტოქსიურობა განვითარდება, მაგრამ სამაგერს დეფიციტიც უფრო ძნელად ვითარდება. ახლა მარტივი გარჩევა რომელია წყალში ხსნადი და რომელია ცხიმში ხსნადი. A, D, E და K არის ცხიმში ხსნადი ვიტამინები. მე მაგალითად უნივერსიტეტში რო სწავლობ თავის დროზე დავიმახსოვრე ეგრე მნემონიკებს ეძახიან რომ რაღაც ასოებს თუ დააკავშირებ რაღაცა სიტყვებს ადვილად იმახსოვრებ უფრო და მაგალითად AD კოტე. ამაზე დავიმახსოვრო A, D, E, K კოტე. და A, D, E და K არის ცხიმში ხსნადი ვიტამინები. დანარჩენი ყველა არის წყალში ხსნადი ვიტამინები და დანარჩენი ყველა არის C ვიტამინი და B ჯგუფის ვიტამინები. და B ჯგუფის ვიტამინები რომელია? B1, B2, B3, B5, B6, B7, B9 და B12. B კომპლექსს ეძახიან აი ამ B ვიტამინების. ძველად რომ სწავლობდნენ, პელაგრაზე იყო კვლევები, ბერიბერიზე დაავადებებია ესეთი რა და ვინაიდან ერთი და იგივე საკვები შველოდა, ჩათვალეს რომ ეს ერთი და იგივე ვიტამინი იყო რა. და ამიტომ დაარქვეს B ვიტამინები თავიდან ამ ყველაფერი და შერჩა მე ეს სახელი, თუმცა მე აღმოჩნდა რომ იქ არის ცალკე კლასიფიკაცია B1 სხვა არის, B3 სხვა არის და ასე შემდეგ. პირველი გაგიკვირდებათ და აღმოაჩინეს A ვიტამინი. ასე დაარქვეს სახელი ჩვეულებრივ ანბანის მიხედვით რა და ამიტომ A პირველად აღმოაჩინეს A ვიტამინი და აღმოაჩინეს როგორ აღმოაჩინეს ვირთხებში, მოკლედ ის ვირთხები, რომლებიც სპეციფიურ კვებაზე ყავდათ და ამ სპეციფიურ კვების დროს გარკვეულ ცხიმებს არიღებდნენ ეს ვირთხები და მათ განუვითარდათ სიბრმავე და განუვითარდათ ცუდად იზრდებოდნენ რა, ანუ ზრდის პრობლემა ჰქონდათ. და ასე აღწერეს, რომ მე მისცეს ეს A ვიტამინის შემცველი საკვები და აღწერეს, რომ ეს არის A ვიტამინი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო აქამდე ადამიანებში რაღაცა რომ იწვევდა სიბრმავეს, განსაკუთრებით ღამის მხედველობის გაუარესებას, ეს ადრეს იყო აღწერილი ძველ ეგვიპტეში მაგალითად, მაგრამ რა თქმა უნდა ვიტამინებზე მაგ დროს არ იცოდნენ. რას აკეთებს ახლა A ვიტამინი? ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს A ვიტამინს. ერთი არის მხედველობის, მეორე არის გენების ექსპრესიის. გეტყვით ახლა მარტივად რა რას ნიშნავს. ანუ
ისე ჟღერს ექსპრესია და ტრანსკრიფცია და რაღაცები, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივი რაღაცებია. ჯერ მხედველობაზე ვთქვათ, მხედველობაზე წარმოიდგინეთ ეგეთი რაღაცა, რომ მაგალითად თუ გვაქვს ბოქლომი და მე მაქვს ხელი და მინდა რომ მოვიდეს ეს ხელი, გახსნას ეს ბოქლომი, ხო? და შუაში რა მჭირდება გასაღები. გასაღების გარეშე ხელი და ბოქლომია, მეტი არაფერი, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მესამე კომპონენტი გასაღების დაემატა, გასაღები შეუყარეთ, გადავატრიალეთ და გაიღო კარი, ვთქვათ, ან ბოქლომი გაიღო მოკლედ. აი ამ გასაღების ფუნქციას ასრულებს ავიტამინი თვალში. ანუ ავიტამინი აუცილებელია მოკლედ იმ ცილის სინთეზისთვის, რომელიც სინათლეს აღიქვავს და მერე შეიცვლის ფორმას რა და ასე ჩვენ ხედავთ სინათლეს. თორე ამ სინათლეს თუ წარმოვიდგენთ რომ ხელია და თვალი არის თვალის ბადურა ვთქვათ ბოქლომი, ავიტამინის გარეშე ის სინათლე მოდის, მაგრამ თვალი ვერ აღიქვავს ამ სინათლეს. აი ეს ფუნქცია აქვს ავიტამინს თვალის შემთხვევაში. ახლა რაც შეეხება მეორე აი გენების ექსპრესიას და ტრანსკრიფციას და რაღაცებს რომ ამბობენ ხოლმე რას ნიშნავს. წარმოიდგინეთ რომ გქონდეთ ნაწარმოები მუსიკალური ფურცელზე დაწერილი რა, როგორც დირიჟორებს რომ უდევთ ხოლმე, ხო? და იქით ორკესტრი ყავს და ხომ არის საჭირო დირიჟორი, რომელიც აიკითხავს ამ რა წერია აქ და ეტყვის იმას დირიჟორებს, რომ ეხლა შენ ვიოლინო, ეხლა შენ ის რაღაცა და რომელი მუსიკალური ინსტრუმენტი რა დროს უნდა რა სიმაღლეზე უნდა დაიწყოს და როგორ და ასე შემდეგ. აი მეებს აკონტროლებს მოკლედ. ხო, ერთი აი ავიტამინი წარმოიდგინეთ, რომ დირიჟორია ამ ამბების, რა, ანუ გენებიდან საბოლოო ცილებს, რასაც ვღებულობთ, ანუ ცილები ინსტრუმენტები რო ვთქვათ, გენები მუსიკალური ფურცელი რომ ვთქვათ, შუაში დირიჟორი დგას, რომ შენ ეს გააკეთე. აი ეგეთ რაღაცას აკეთებს ის ავიტამინი. რა თქმა უნდა, ავიტამინი არ არის ერთ-ერთი დირიჟორი, არ არის ერთ-ერთი მოთამაშე, ერთ-ერთია ძალიან ბევრთა შორის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არის, რომ ავიტამინის დეფიციტი თუ აქვს ადამიანს, რა ვითარდება? სიბრმავე, მხედველობის გაუარესება, განსაკუთრებით ღამის სიბრმავეს ეძახიან მაგას და მეორე რაც ვითარდება ზრდის პრობლემები ბავშვებში, მაგალითად აღარ იზრდებიან ბავშვები კარგად და ასევე იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ანუ იმუნური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ავიტამინის დეფიციტმა, ადვილად შეიძლება ცივდებოდეს ადამიანი, ინფექციები ემართებოდეს ადვილად და ფოლიკულური ჰიპერკერატოზი ქვია, კანზე არის მოკლედ გამონაყარივით, რომელიც ავიტამინის დეფიციტმა იცის. მეორე ვიტამინი არის D ვიტამინი. D ვიტამინი არის მსოფლიოში ყველაზე დეფიციტური ვიტამინი, ყველაზე პრობლემური ვიტამინია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ მზისგან ამ ვიტამინს, მაგრამ ადამიანის უმეტესობა არ ატარებს საკმარის რაოდენობას მზეზე, რომ D ვიტამინი მიიღოს საკმარისი რაოდენობით. მზე თავის მხრივ კიდე პრობლემაა, ანუ არ იფიქროს ადამიანმა, რომ მოდი ახლა მე მზეზე დავდგები და D ვიტამინს მივიღებ, ეგეც არა სწორი მიდგომა. და საკვებიც რადგან ცოტა რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს, ამიტომ ყველაზე ხშირად რეკომენდირებული ვიტამინი არის D ვიტამინი, რომელიც მიიღოს ადამიანმა გარედან საკვები დანამატის სახით. D ვიტამინი რას აკეთებს ახლა? ერთი D ვიტამინი აუცილებელი არის კალციუმის მეტაბოლიზმისთვის. კალციუმის მეტაბოლიზმში იგულისხმება ჩვენ ძვლებში გვჭირდება კალციუმი, ჯერ კალციუმის შეწოვა გვჭირდება, ამაში მონაწილეობს. ძვლებში გვჭირდება კალციუმი, რომ ძვლები გამყარდეს და ეს ძვლები სულ იშლება, ახალი უჯრედებით შეივსება, მერე ძვლები იშლება და ასე. ანუ ძვლები მუდმივად განახლდება და ამ განახლების პროცესისთვის აუცილებელია D ვიტამინი. D ვიტამინი აუცილებელია იმისთვის, რომ ძვლები იყოს მყარი, აუცილებელია იმისთვის, რომ ძვლები გაიზარდოს და ამიტოა ბავშვებში გაგიგეთ ალბათ, რომ აი რაქიტიანი ბავშვი, როგორია რაქიტიანი ბავშვი, ძვლები ვერ ეზრდება კარგად, ანუ რბილია და ეს მერე იღუნება, დეფორმირდება. D ვიტამინი ვისაც აკლია დიდობაში სისუსტე ძვლების და შეიძლება კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი, თუმცა ეგეთი D ვიტამინის დეფიციტი იშვიათია, რომ ხა ძვლების ტკივილი, მაგრამ მნიშვნელოვანია მაინც. და D ვიტამინი მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია D ვიტამინის აქვს, რომ მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებაში რა.
და დაახლოებით როგორც წარმოიდგინოთ დიპლომატი იმუნური სისტემის უჯრედებს შორის რა დიპლომატი ან პოლიტიკოსი შეიძლება ითქვას ესე დაახლოებით რას აკეთებს რომ იმუნური სისტემის ამ უჯრედებს ეუბნება შენ გააქტიურდი იმებს ეუბნება შენ ძალიან არ გააქტიურდე მოდი ეს არა სრული ძალები საჭიროა ცოტათი ვებრძოლოთ ამ ინფექციას აქ მოდი ძალიან ვებრძოლოთ ინფექციას აი შუამავალია მოკლედ რა და ასეთ ფუნქცია აქვს დ-ვიტამინის იმუნური სისტემისთვის ახლა ვისაც დ-ვიტამინის დეფიციტი აქვს ან რა სიმპტომები ექნება ერთი რომ ზრდაში უშლის ხელს ბავშვებს განსაკუთრებით და აი რაქიტი შეიძლება განვითარდეს ან კუნთების ტკივილი შეიძლება იყოს მოტეხილობების რისკი შეიძლება გაიზარდოს და ადვილად მოწყდეს ხელი ფეხი ადამიანს და ინფექციებისკენ მიდრეკილება იმიტომ რომ იმუნიტეტი დაუსუსტდეს შემდეგი ვიტამინი არის E-ვიტამინი E-ვიტამინი არის ესეთი რამე ესეც ცხიმში ხსნადია და ცხიმში ხსნადი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ეხლა რო წარმოიდგინოთ რომ ცხიმში ხსნადი ხომ არის და შედის უჯრედების კედლებში ან ჩვენი უჯრედების კედელი არის ცხიმი რეალურად ან ცხიმი არ ყავს ჩვენ უჯრედებს გარს თორე ანუ ცხიმი რო არ კონდეს ჩვენი უჯრედები ცხიმით რო არ იყოს გარშემორტყმული ჩვენ ჩვეულებრივ გავიხსნებოდით წყალში ანუ ჩვენი უჯრედები გაიხსნება ჩვეულებრივ წყალში აი ეს მოხდებოდა ამიტომ ჩვენი უჯრედები შემოფარგლულია მოკლედ ცხიმოვანი კედლით ლიპიდების ბიშრე ქვია მაგას და აი ამ ლიპიდებში ჩაშენდება ვიტამინი E დაახლოებით ხო და იცავს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს ოქსიდაციური სტრესისგან მაგალითად ქოლესტერინისგან, ცუდი ქოლესტერინისგან, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისგან, რომელიც აზიანებენ მაგალითად სისხლძარღვებს და მერე იწვევენ ათეროსკლეროზს და მერე გულის დაავადებებს და ინსულტს. და დაახლოებით თამაშობს როლს როგორც ქოლგაწვიმაში. ანუ ცხიმის წვიმა რომ მოდიოდეს და ამ ცხიმის წვიმის გან დაცვა დამცავი ძლიერი ქოლგა რომ მქონდეს. აი ესე მოქმედებს, ანუ ჩაშენდება მოკლედ თვითონვე ამ ცხიმის შრეში, ჩვენი უჯრედების კედელში და იცავს ოქსიდაციური სტრესისგან. ვიტამინი E-ს დეფიციტი ძალიან ხშირი არ არის, მაგრამ როცა ვითარდება, იწვევს ხოლმე ნერვების პრობლემას, მაგალითად დაბუჟებას, ანუ ნეიროპათიას, ნერვებთან მგრძნობელობის დაქვეითებას, ნერვებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, წვის შეგრძნებას, სისუსტეს, შეიძლება ტკივილიც და რატომ? იმიტომ რომ თვითონ ამ ოქსიდაციური სტრესის მიმართ ყველაზე ნაზი სტრუქტურა არის ნერვები. რატო? იმიტომ რომ ნერვები დიდი რაოდენობით შედგება ცხიმებისგან. იმიტომ რომ იგივე ნერვის შალითა არის ცხიმოვანი და ცხიმოვანი ოქსიდაციური სტრესისგან საჭიროებს ძლიერ დაცვას და ამას E-ვიტამინი აკეთებს. ამიტომ რომ E-ვიტამინი იცავს მოკლედ ჩვენს ნერვებს მნიშვნელოვნად. შემდეგი ვიტამინი არის K-ვიტამინი. K-ვიტამინი მნიშვნელოვანია სისხლის შედედებისთვის, სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზისთვის. ეს სისხლის შედედების პროცესი არის მოკლედ მთელი კასკადი. ან ბევრი პროცესების ერთობლიობაა, რომელსაც ჭირდება სხვადასხვა ცილები და ამ ცილების სინთეზისთვის აუცილებელია K-ვიტამინი. K-ვიტამინის დეფიციტი ვითარდება, ანუ ერთი ახალშობილებს აქვთ და მეორე ვითარდება ხოლმე ადამიანები, რომლებიც აი ბოსტნეულს იღებენ ძალიან ცოტა რაოდენობით, მწვანე, განსაკუთრებით მწვანე ბოსტნეული, თუმცა ხშირი არ არის მოკლედ K-ვიტამინის დეფიციტი, მაგრამ როცა ვითარდება, ადამიანს აქვს სისხლდენისკენ მიდრეკილება, მცხვრიდან სისხლდენა, ღვიძლებისგან სისხლდენა, ძლიერი მენსტრუაცია, შეიძლება საჭმის მონელებელი სისტემაში სისხლდენა, იშვიათ შემთხვევაში ტვინში სისხლდენა, ან სისხლდენისკენ მიდრეკილება აქვს, რადგან K-ვიტამინი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აი ამ შედედების ფაქტორების სინთეზისთვის, რაც სისხლდენისგან გვიცავს. იმიტომ არის, რომ ახალშობილებს უკეთებენ ხოლმე K-ვიტამინს, რადგან თუ არა ახალშობილებს სისხლდენა ემართებათ. ყველას არა, ზოგს. და ამიტომ არის, რომ სტანდარტული პრაქტიკა K-ვიტამინის შეყვანა ახალშობილებში, რომ დავიცვათ სისხლდენისგან. შემდეგი ვიტამინი არის C-ვიტამინი.
C ვიტამინი უკვე არის წყალში ხსნადი ვიტამინი, ხომ თქვით რომ ჩვენ გვაქვს ცხიმში ხსნადი, წყალში ხსნადი, ყველაფერი რაც აქამდე თქვით იყო ცხიმში ხსნადები, C ვიტამინი არის წყალში ხსნადი და C ვიტამინი რისთვისაა მნიშვნელოვანი. C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის. კოლაგენი არის უზომოდ საჭირო და დიდი რაოდენობით ცილა, რაც ჩვენ ორგანიზმში გვაქვს, ანუ კანი, კუნთებისთვის, ძვლებისთვის, ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია მოკლედ კოლაგენი რა, ყველაფრისთვის აბსოლუტურად ჩვენ ორგანიზმს ქმნის რეალურად კოლაგენი. წარმოიდგინეთ რომ ხარიხები, ჩონჩხი, რაც ერთი ჩონჩხი ძვლების ჩონჩხი ვაქვს და მეორე ჩონჩხი რაც ძვლების ჩონჩხია არ არის, მაგრამ უჯრედულ დონეზეც გვაქვს ჩვენ ჩონჩხი, აი კოლაგენი არის წამყვანი მოკლედ და ამ კოლაგენის სინთეზისთვის არის გადამწყვეტი მყესებისთვის, იოგებისთვის, სისხლძარღვებისთვის და აი კოლაგენის სინთეზისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატოა ესე კოლაგენი C ვიტამინის ისინი როა სერუმები როა რო სახისთვის და ან C ვიტამინის დალევა კანისთვის კარგია. რატო? იმიტომ რომ კოლაგენის სინთეზში მონაწილეობს და კოლაგენი რასაც კანს სტრუქტურას აძლევს და ამიტომ რომ კოლაგენიანი კანი, კოლაგენი თუ კარგად სინთეზირდება, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება ადამიანი, ამიტომ რომ C ვიტამინს ურჩევენ ხოლმე. და ამ ზოგი კიდე პირდაპირ კოლაგენს სვავს. C ვიტამინი ასევე არის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი და თუ მაგალითად ცხიმოვანი ოქსიდაციური სტრესისგან გვიცავს E ვიტამინი, კოლაგენი C ვიტამინი გვიცავს ჩვეულებრივი ოქსიდაციური სტრესისგან სისხლში. ამიტომ ამ მხრივაც მნიშვნელოვანი, იმუნური სისტემისთვისაც მნიშვნელოვანი, ანუ ერთ-ერთი ძალიან საცოცხლო ვიტამინია C ვიტამინი. C ვიტამინის აღმოჩენა როგორ მოხდა ახლა? ესე C ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება დაავადება, რომელსაც ეძახიან სუროვანს, ან სკარვის, აი სისხლდენა, აღრძილებიდან სისხლდენა, სისუსტე და კანის ცვლილებები, კანი უხეშდება და კორკსაძრობის მსგავსი დახვეული კანი ის თმები ვითარდება და შეშუპება, სახსრების დაზიანება, მოკლედ მთელი რიგი სიმპტომები, ჭრილობები გვიან უხორცდება და ეს შეამჩნიათ მოგზაურებში, ვინც გემზე დიდხანს იყო ადრე ძველ დროში, რომ რატო ვერ იღებდნენ ხის ბოსტნეულს, C ვიტამინს ვერ იღებდნენ რა და C ვიტამინის დეფიციტი ხო ადვილად ვითარდება და მაგიტო და შეამჩნიეს მე რა რომ ამ ხალხს C ვიტამინის დეფიციტი უვითარდება და მე სუროვანი ვითარდება და ზოგი კვდება ამითი და მე ხშირი პრაქტიკა იმიტომ გახდა რომ ბოსტნეული მიქონდა, ციტრუსები მიქონდა გემზე რომ ადამიანს C ვიტამინის დეფიციტი არ დამართნოდა და არ დახოცილიყვნენ. ხო, ამდენად მნიშვნელოვანია C ვიტამინი. C ვიტამინი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე რატო ვირუსული ინფექცია რო აქვს ადამიანს, ან გრიპი გაციება, ეუბნებიან C ვიტამინი დალია, იმიტომ რომ აი ამ თავისუფალ რადიკალებს ბოჭავს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს ორგანიზმს, იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება, რეგენერაციაში ეხმარება. შესაბამისად C ვიტამინი არის გადამწყვეტი ორგანიზმისთვის და საცოცხლოდ მნიშვნელოვანი. გადავიდეთ B ვიტამინებზე. B1 ვიტამინი, B1 ვიტამინს ეძახიან იგივე თიამინს, ენერგიის პროდუქციისთვის არის აუცილებელი, მოკლედ ენერგიის წარმოქმნისთვის, ATF-ის წარმოქმნისთვის არის აუცილებელი. როცა ადამიანს აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი, ვითარდება ბერიბერი, ეგეთი დაავადება, B1 ბერიბერი, ეს შეგიძლიათ დაიმახსოვროთ. და ბერიბერი არსებობს ორი ფორმის რა, ერთის დროს გული ზიანდება, მოკლედ მეორე დროს ნერვები ზიანდება და სერიოზული პრობლემები შეიძლება შექმნას და ადამიანს მოძრაობა უჭირდეს, თვალების პრობლემები ქონდეს, გულის პრობლემები ქონდეს, გულის უკმარისობა განვითარდეს, ანუ სერიოზულია მოკლედ თუ B1-ის დეფიციტი განვითარდა ადამიანს. B2 ვიტამინია შემდეგი, B2 ასევე ენერგიის მეტაბოლიზმში მონაწილეობს მოკლედ და ასევე ანტიოქსიდანტია ეგეც და კანის პრობლემები ვითარდება ადამიანს, ლორწოვანი გარსის პრობლემები, ენაზე, ენის ანთება, ემართება თუ B2 ვიტამინის დეფიციტი აქვს ადამიანს, მაგას ქვია რიბოფლავინი. თუმცა იშვიათია მოკლედ B2-ის დეფიციტი, მაგრამ მაინც არსებობს და ზოგადად B ვიტამინზე რო დავიმახსოვროთ, B ვიტამინი თითქმის ყველა მონაწილეობს ენერგიის სინთეზში მოკლედ, ანუ ენერგიის წარმოქმნაში. ჩვენ უჯრედებში ხო გვჭირდება ენერგია რო წარმოქმნათ, ანუ ენერგიას
ჩვენ კი საკვების სახით ვიღებთ, მაგრამ ეს გლუკოზა ხომ უნდა გარდაიქმნას რეალურ ენერგიად და აი მაგ პროცესებში მონაწილეობს ბევრი B ვიტამინი რა, ეგ საერთო ხაზი აქვთ. B3 ვიტამინია შემდეგი, B3 ვიტამინი არის იგივე ნიაცინი, ესეც ენერგიის სინთეზისთვის მნიშვნელოვანია, DNM-ის შეკეთებისთვის მნიშვნელოვანია, თუ მაგის დეფიციტი განვითარდა, ამას ეძახიან პელაგრას, პელაგრა ხასიათდება 4D-ი, ასე იმახსოვრებენ ხოლმე, რომ დერმატიტი, ანუ კანის ანთება, დიარეა, ფაღარათი, დემენცია, ანუ ეს მეხსიერების დაქვეითება და კოგნიტური ფუნქციების გავარსვა, D-ზე D არის მეოთხე სიკვდილი. ხო, ქართულად არ გამოდის ის 4, მაგრამ 4D არის ინგლისურად, რაც შეერქვა, ან მის დეფიციტს ეძახიან პელაგრას. მეხუთე არის B5 ვიტამინი არის პანტოთენის მჟავას ეძახიან და ეს B5 ვიტამინი ცხიმების ცვლაში მონაწილეობს მნიშვნელოვნად რა და თუ მის დეფიციტი განვითარდა, აი ნერვების პერიფერული ნეიროპათიის სიმპტომები აქვს ადამიანს, დაბუჟების შეგრძნება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, წვის შეგრძნება შეიძლება, ანუ ნერვულ პრობლემებს იწვევს მოკლედ რა B5, თუმცა B5-ის დეფიციტი იშვიათია. და B6 ვიტამინი B6 მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში და ასევე მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში მოკლედ. და ეხლა რატო ამნიშნავანი B ვიტამინზე იციან, რომ აი ნერვული სიმპტომები როცა ახასიათებს ადამიანს, ან დეპრესია, ან ნეიროტრანსმიტერების სინთეზის დარღვევის გამო ანემიასაც იწვევს, ან ბევრ პროცესში მონაწილეობს მოკლედ და ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი B ჯგუფიდან B6-ზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ნერვებისთვის და თავის ტვინისთვის და ამიტომ რომ პოპულარულია რეალურად B6 ვიტამინი. და B7 ვიტამინი, ბიოტინი იგივე ძალიან ცნობილი ვიტამინია, იმიტომ რომ კანის და ეგეთი რაღაცების კანის ფრჩხილების თმებისთვის მოვლის საშუალებებს აქვს, იცის ალბათ რომ ბიოტინი შეიცავს და B7 ისა ვიტამინი შეიცავს და ეგრე არის ხოლმე, რატო? იმიტომ რომ ან ცხიმების მეტაბოლიზმისთვის, ნახშირწყლების მეტაბოლიზმისთვის არის მნიშვნელოვანი და თუ კი მათი ნაკლებობაა, მოკლედ ეს ფრჩხილები, კანი უფრო მსხვერპლი, სუსტი ხდება თმაც და ამიტომა რომ რეალურად ანუ აი ამ მნიშვნელოვანი კომპონენტების სინთეზში მონაწილეობს მნიშვნელოვნად და ამიტომაც არის რომ ესთეტიურ პროდუქციას ხშირად აქვს ხოლმე რომ შეიცავს B7 ვიტამინს. B9 ვიტამინი არის იგივე ფოლიუმი, ფოლიუმი გაგიათ ალბათ ორსულებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული ღეროს განვითარებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, რა DNM-ის სინთეზში მონაწილეობს და ამიტომ რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფოლიუმის მიღებას და ესე ფოლიუმის დეფიციტი კიდე მეგალობლასტურ ანემიას იწვევს, ანუ ანემიას იწვევს, ანუ დიდებში მისი დეფიციტი იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს და ყურადსაღებია ორსულებს კიდე აუცილებლად ჭირდებათ. და B12 ეს ქვია კობალამინი და B12 ვიტამინი აუცილებელია DNM-ის სინთეზისთვის, ნერვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ბევრ სიმპტომებს იწვევს, მათ შორის მეგალობლასტურ ანემიას იწვევს, ესეც როგორც ის B9-ს მსგავსად, ფოლიუმის მჟავის დეფიციტის მსგავსად მეგალობლასტურ ანემიას იწვევს. თუ B12-ის დეფიციტი განვითარდა, B12-ის დეფიციტი უფრო ხშირია, რადგან ზოგჯერ ადამიანები რომელიც ვეგეტარიანულ კვებაზე არიან, ნაკლებად იღებენ ხორცეულ პროდუქტებს და ხორცის პროდუქტები აუცილებელია B12-ისთვის და ნერვულ სიმპტომებს იწვევს, ნეიროპათიას იწვევს, მოკლედ აუცილებელია ნერვებისთვის და შეიძლება ნერვების დაზიანება თუ დაიწყო, შეუქცევადი გახდეს. ამიტომ არის რომ B12-ის მიღება აუცილებელია თუ ადამიანს B12-ის დეფიციტი აქვს. და მეგალობლასტური ანემია ასევე შეიძლება განვითარდეს, რომელიც არის ანემიის ერთ-ერთი ფორმა და კიდევ ცალკე დაავადება არის პერნიციული ანემია, რომელიც ეს B12-ის შეწოვა არ ხდება, მაგრამ შეიძლება B12-ს იღებდეს ადამიანი, მაგრამ კუჭში შინაგანი ფაქტორი არ წარმოიქმნებოდეს და ეს მის შეწოვა არ ხდებოდეს და ეგ დაავადებაც გასათვალისწინებელია თუ B12-ის დონე სისხლში არის დაბალი და ადამიანს აქვს მეგალობლასტური ანემია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.